გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. დავით სონღულაშვილი სამრეწველო საწარმო რუსთავის აზოტში ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო. დაათვალიერა საამქროები, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ახალი ნაგებობა. აგრძელებთ ვიზიტს რეგიონებში, სადაც აუცილებლად ხვდებით ჩვენი უწყების სხვადასხვა წარმომადგენლებს, აუცილებლად ნახულობთ იმ აგროსასურსათო გადამუშავების წარმოებებს, რომელიც ჩვენი ბენეფიციარები არიან, ხვდებით ფერმერებს, ხვდებით იმ ძალიან მსხვილ და მნიშვნელოვან წარმოებებს, რომელიც რეგიონში არსებობს, განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ვიზიტი აზოტის წარმოებაში, აზოტის ქარხანაში. მოგეხსენებათ, რომ ეს წარმოება არის ერთის მხრივ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე სოფლის მეურნეობის განვითარების, სასუქების წარმოების ნაწილში. აგრეთვე აღსანიშნავია და სამაგალითოა ის გარემოს დაცვითი ღონისძიებები, რომელსაც აზოტის ქარხანა ახორციელებს, ერთ-ერთი სანიმუშო და სამაგალითო და თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანი არის, როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი კომპანიები არის და ასე მაღალი პასუხისმგებლობით უდგებიან გარემოს დაცვის საკითხებს, ერთ-ერთი ხაზგასასმელი და აღსანიშნავია. ჯამში, რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ რეგიონის ჭრილში ვიზიტი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადგილზე გავეცნოთ და ვნახოთ ფერმერების ინტერესი რა არის, რა აწუხებთ და რა გამოწვევები არსებობს, რადგან პირდაპირ ფერმერებთან ურთიერთობით მოხდეს შესაბამისი რეაგირებები, აგრეთვე ადგილზე ვნახოთ თუ სახელმწიფო მიერ ხელშეწყობილი აგროსასურსათო აგროგადამუშავების წარმოებები როგორ ვითარდება, როგორ იზრდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სტატისტიკა აღნიშნავს და აღრიცხავს ყველაფერს და სტატისტიკის მიხედვით გვაქვს ზრდა აგროსასურსათო წარმოებაში და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი ამბავია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის სწორ თანმიმდევრულ პოლიტიკას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაკავშირებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ასევე როგორც მის ხელმძღვანელობასთან, ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტთან. კერძოდ აღნიშნული უწყება ძალიან აქტიურად არის ჩართული საწარმოს საქმიანობაში მიმდინარე პროექტებში, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან და საკმაოდ აქტიურ კონტროლს უწევენ ჩვენი წარმოების საქმიანობას.